აღდგომის მარხვაში მართლმადიდებელ ტაძრებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო 7 გზის ზეთისწყება სრულდება. ამ დროს ხვალ ლოცვებთან ერთად იკითხება 7 სახარება და 7 სამოციქულო, რის შემდეგაც სასულიერო პირები მრევლს შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე, ასევე მტკივნეულ ადგილზე ზეთს სხებენ, რადგან 7 გზის ზეთისწყებას სამკურნალო თვისება აქვს. მამაოჟე სონგულაშვილის განმარტებით 7 გზის ზეთისწყების კურთხევას აძლევენ მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუბარები ახსარება. ჩვენ ვიმყოფებით დიდ მარხვის პერიოდში და ჩვენ ვიცით რომ დიდ მარხვის აღდგომის მარხვის პერიოდში განსაკუთრებულად ძლიერდება ლოცვები, ტაძრებში მსახურებები და მხოლოდ ერთ მსახურება რომ ადამიანი გაცოცხლდეს სულიერად და ეს ერთ-ერთი მსახურება არის 7 გზის ზეთისწყება, საიდუმლოება, ზეთის კურთხევის საიდუმლოება, რომელიც სრულდება დედა ეკლესიაში მოძღვრების მიერ მრევლისთვის, მრევლის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ეს ზეთისწყება სახლში კი ხდება ხოლმე, როდესაც მღვდელი მიდის უძლურ ადამიანთან და 7 სახარება იკითხება, 7 სამოციქულო, დამატებით კიდე იქ არის ლოცვები, სადაც არის შევედრება, ნებსი თუ უნებლიე ცოდები რომ მიეტევოს, რადგან ჩვენ ვიცით რომ ნებისმიერი ავადობა, ფიზიკური სულიერი ეს არის ჩვენ ცოდებიდან გამომდინარე და ცოდების მიტევების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ჯანმრთელობა. აი სწორედ ეკლესიაში ყოველი აღვლენილი და ამ შემთხვევაში 7 გზის ზეთისწყება, სწორედ ამას ემსახურება რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს და აუცილებელია მორწმუნე საზოგადოებამ იმას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს ახსარება ჩაბარებული, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვამბობთ, ეს მსახურება არის ცოდვის მისატევებლად, მაშინ ცოდვის მიტევება ხდება უპირველეს ყოვლისა ახსარების შედეგად. ერთხელ მაინც უნდა კონდეს ახსარება ჩაბარებული, მოძღვართან უნდა კონდეს საუბარი, ურთიერთობა და შემდეგ რა თქმა უნდა, მოძღვრის ლოცვა კურთხევით ეკლესიაში აღსრულებული ამ საიდუმლოებაში მიიღოს მონაწილეობა და იყოს საკურნებელი სულის და ხორცისა. მხოლოდ რიტუალიში მონაწილეობა არა, სულიერი, ანუ ვიცით ხოლმე ადამიანებმა რომ სანთელს მოვასმეინე სახარება არ არის სწორი. 7 სახარება სანთელმა კი არა, შენ უნდა მოისმინო, შენ უნდა დაემსგავსო ანთებულ კელაპტარს, შენში უნდა გაცხოველდეს სიტყვა ღვთისა და შენ უნდა გამოიღო შედეგი. და აი ამას გისურვებთ ყველას, რომ ეს მარხვა, ზეთისწყება, ზეთის კურთხევის საიდუმლოება და აღდგომას ჩვენთვის ყოფილიყო სულიერი და ფიზიკური სიცოცხლისა.